ეკა მოგესალმები შენ და მივესალმები ავტორთა ჯგუფის ყველა წევრს, მას ვინც ქმნის ეკა ყოფერიას თოქ-შოუს. გაბედავდა ჩემეულ ხედვა შემოგთავაზებ შენი გადაცემის შესახებ. მიუკერძოებლობას გპირდები, მე ვარ ნინო ხაბაძე და ვიწყებ. ეკა ყოფერიას თოქ-შოუ რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ გადაცემისგან, რომლის ავტორის და წამყვანით ჩემი რეცენზიის მთავარი გმირი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობისას იყო. ჩემეული შეფასებით ეკა ყოფერიას ჟურნალისტური საქმიანობის საუკეთესო პერიოდი უკავშირდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, სადაც მას ღამის კურიერი და თავისუფალი თემა მიჰყავდა. შემდეგ იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ძალების ეწოლა წამყვანზე და ხმაურიანი წასვლა არხიდან. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს სტუმარს, მომდევნო სტუმარს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანაში ეს მკვლელობა მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს მაინც და ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა. ამას მოყვა რადიო უცნობი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ახლა არის კვლავაც ტელეკომპანია იმედი. გადაცემათა ციკლის თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა კატეგორიულად არ არის პოლიტიკა. პერიოდიკა კვირაში ერთხელ ყოველ 4 შაბათს 10 საათზე. ქრონომეტრაჟი ცვალებადი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად საათზე მეტი. მოწვეულ სტუმრებს ზოგჯერ მასპინძლობს სტუდიაში, ზოგჯერ თანხმლებ პირებთან ერთად თავადაც არის სტუმარი. საკუთარი გადმომეცა თუ არის შესაძლებელი? იქნება წარმოდგენა, რომ გადაცემის მიზანი ქართული ეგრეთ წოდებული ბომონდისა და ცალკეული ქართული საფინანსო სამრეწველო ჯგუფების რეკლამირებაა. თუ ასეა, თამამად შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ ყოველფრის მიღმა იმედის ფინანსური ინტერესები მოიაზრება. აქვე ერთსაც გეტყვით, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მას თავს არავის ვახვევ. ეკა ყოფერიას თოქ-შოუ გამორჩეულია სატელევიზიო სივრცეში. მას ალბათ ისიც განასხვავებს, რომ წამყვანი აშკარად ცდილობს მაყურებელს თავი თამამი კითხვების დასმით დაამახსოვროს. თუმცა ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი ხანია ვერავინ გაავლებს ზღვარს, ვინ არის თამამი და ვინ არა. სად გადის ზღვარი სითამამესა და უტაკტობას შორის. ყოფილ ხარ თუ არა ოდესმე პაემანზე გოგოსთან? არა. სულ ეს იყო რისი თქმაც სასწავლო კურსის ტელე-რადიო რეცენზირების ფარგლებში მინდოდა, თუმცა დამიჯერეთ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. მომავალ შეხვედრამდე.